სწორი კვება. ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჩვენ ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად. საინტერესო თემები, სასარგებლო რჩევები. შექმნით თქვენი ჯანმრთელობის ფორმულა მარიამ უტიაშვილთან ერთად. მოგესალმებით, ეთერშია ჯანმრთელობის ფორმულა. მე კი მის წამყვანი მარიამ უტიაშვილი გახლავართ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა ზაფხული, რუჯი, წყლის ინფექციები. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი კი გახლავთ ექიმი, გინეკოლოგი ილია ქეტიაშვილი. გამარჯობათ ბატონო ილია, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. პირველი კითხვა ასეთი მექნება, სასურველია თუ არა გარუჯვა ან სოლარიუმი ორსულთათვის? მოგესალმები მარიამ, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებლებს. რაც შეეხება სოლარიუმს და გარუჯვას, რა თქმა უნდა, ორსულთათვის არ არის რეკომენდებული, ვინაიდან სხვადასხვა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს და დააზიანოს როგორც ნაყოფი, ასევე დედის ორგანიზმი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდებული. ასევე დავამატებ იმას, რომ რეკომენდებული არ არის ასევე მელოგინეების გარუჯვა, კრიტიკულ დღეებში სოლარიუმის, ასე ვთქვათ, ультрафიოლეტური სხივების მიღება და შესაბამისად. არეკომენდებულია თუ არა მზესაბაზანების მიღება ორსულთათვის 2 საათზე მეტ ხანს სწოლა მზეზე და აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა ორსულობის პირველ თვეებში ვართ თუ ბოლო თვეებში? ზოგადად წეგანაც თქვით და ორსულთათვის არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ ასე რომ ვთქვათ, გარკვეული რაღაც ეტაპების დაცვა არის საჭირო, თუ მაინც და მაინც გადაწყვეტილი აქვს ორსულს, რომ მიიღოს რუჯი. არ აქვს მნიშვნელობა სოლარიუმის ულტრასფერის სხივებით იქნება დასხივებული და ასე რომ ვთქვათ, მიღებული რუჯი თუ ზღვის პლიაჟზე, ასე რომ ვთქვათ. დასაშვებია მხოლოდ დილის საათებში 10 საათამდე და საღამოს 4-5 საათის შემდეგ. შუადღით, რა თქმა უნდა, აკრძალულია და კატეგორიულად უარყოფითად მოქმედებს როგორც დედის ორგანიზმზე, ასევე ნაყოფზე. შესაძლებელია თუ არა და რეკომენდებულია თუ არა ადამიანს, რომელსაც კისტა აქვს, ზღვაზე დასვენება, გარუჯვა, პლიაჟი? რეკომენდებული არ არის, არა მხოლოდ კისტა თუ აქვს ადამიანს, არამედ ზოგადად ქრონიკული დაავადებები თუ აწუხებს, მაგალითად ქალის გარეთსასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები, ზღვა და პლიაჟი პროგრესირებას იწვევს და უფრო, ასე ვთქვათ, ართულებს სიტუაციას. რამდენად ხშირია კისტა ახალგაზრდებში და რომელი ასაკიდან იწყება ძირითადად? კისტა სამწუხაროდ ხშირია ახალგაზრდებში და ძალიან საყურადღებოა, იმიტომ რომ სხვადასხვა გართულება შეიძლება მოყვეს ამ კისტას, ასე რომ ვთქვათ, უხეშად, ანუ გასკდომა, გასაგებინაზე რომ ვთქვათ და მე ეს გართულება რომელიც როგორ უნდა ვუშაობთ? რა თქმა უნდა, კისტა ჩვეულებრივ ზოგადად ადამიანის საკვერცხეში, რა თქმა უნდა, წიფდება კისტა ფოლიკულურ კისტას ვეძახით, რომელიც წიფდება გარკვეულ პერიოდს აღწევს, შემდეგ ხდება, ანუ ოვულაცია ხდება და ეს ადამიანის და გოგოს, ასე ვთქვათ, ციკლის წესი არის. მაგრამ არის პათოლოგიები, როდესაც ეს კისტა გადაგვარებულია, არ ხდება, აღწევს გარკვეულ ზომებს, რომელიც ორგანიზმისთვის სახიფათოა, საშიში არის, ვინაიდან შეიძლება ისეთი დარღვევა მოხდეს და ისე გასკდეს ეს კისტა, რომ მუცლისღვრში იღრებოდეს სისხლი და ასეთი ჩვენება პირდაპირ ჩვენება ოპერაციული მკურნალობის. რამდენად გრძელდება ძირითადად ოპერაცია და როგორია მისი პოსტოპერაციული პერიოდი? რა თქმა უნდა, ეს არის იქიდან გამომდინარე თუ რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ჩვეულებრივ ესეთი სტანდარტული კისტას რო დავთქვათ, რომელიც გრძელდება დაახლოებით 9 საათი 40 წუთი. და პოსტოპერაციული პერიოდი ესეთი ინდივიდუალურია, მაქსიმუმ 2-3 დღე მაქსიმუმ. საკეისროს შემდეგ არის თუ არა რეკომენდირებული და რამდენ ხანში არის რეკომენდირებული ზღვაზე გასვლა?
ანუ რეკომენდირებული საკეისრო კვეთის შემდეგ ის თუ ანუ შესაბამისად თუ ბავშვს კვებავს ძუძუთი და არის მელოგინე, ასე რომ ვთქვათ, შესაბამისად არის მელოგინე, რეკომენდებული არ არის, იმიტომ რომ ჯერ კიდევ დედის ორგანიზმში მიმდინარეობს მთელი რიგი ცვლილებები და ასე რომ ვთქვათ, არ არის რეკომენდებული ერთს. თუ ახალი ნამშრომლობები არის ქალი შესაძლებელია თუ არა გარუჯვისთვის? ნუ რეკომენდებული არ არის გარუჯვა, იმიტომ რომ იგი მელოგინე არის და შესაბამისად ეხანაც აღნიშნეთ, რომ ორსოლებისთვის, მელოგინეებისთვის და ასე ვთქვათ, კრიტიკულ დღეებში გარუჯვა და მზისხივები რეკომენდებული არ არის. რამდენად ხშირია საშვილოსნოს მიომა და როგორია მისი პრევენცია, მკურნალობა, არის თუ არა ქირურგიული მკურნალობა ამ შემთხვევაში რეკომენდირებული? საშვილოსნოს მიომა ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, ნებისმიერ ასაკში შეიძლება რომ შევხვდეთ და საკმაოდ ასე ვთქვათ, ბევრი ჩივილები ახასიათებს. დებარეობას გააჩნია კვანძები, ანუ მაყურებლისთვის რო ახსნა წარმოვიდგინოთ ღრუკუნთოვანი ორგანო, რომელიც დებარეობაც შეიძლება, ანუ კვანძების დებარეობა იყოს გარედან, ასე რომ ვთქვათ, თვითონ ღრუში და კუნთში. ანუ სხვადასხვა სამედიცინო ტერმინოლოგიით არ ახსნია ალბათ, მას მაყურებლისთვის უფრო გასაგები რო იყოს. შესაბამისად სხვადასხვა ლოკალიზაციის კვანძებმა სხვადასხვა მიზეზები, სხვადასხვა ასე ვთქვათ, გართულებები და ჩივილები შეიძლება მოგვცეს. აქედან გამომდინარე, ანუ ეს კვანძები იწვევენ მთელ რიგ პროცესებს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზომების მიხედვით თუ არის ძალიან ასე ვთქვათ, დიდი ზომის კვანძი ეხოსკოპიაზე ჩვეულებრივ ჩანს. რა თქმა უნდა, ეხოსკოპიაზე ჩანს. და როგორ უნდა დავეჭვდეთ ჩვეულებრივ, რომ გვაქვს თუ არა ეს კვანძი საერთოდ, როგორ უნდა მივიდეთ ეხოსკოპიამდე? ეცით რა არის პატარა კვანძები შეიძლება ჩვეულებრივი ნებისმიერ ეხოსკოპიური კვლევის დროს ისე რომ არც ჩივილი არ ქონდეს ადამიანს გასდას გამოჩდეს და ეს არის თუ არა საშიში? საშიში რა თქმა უნდა პატარა კვანძების საშიში არ არის იმდენადაც რამდენადაც საყურადღებოა. იმიტომ რომ ის იზრდება ზომაში, გარკვეულ ზომებს აღწევს, შეიძლება გადიდეს ასე რომ ვთქვათ, იმ ზომაზე რომ ადამიანს ფრონტის შეგრძნება თითქოს მუცელი ეზრდება და ასე შემდეგ და ანუ სხვადასხვა ჩივილებს იწვევს. მაგალითად ის რომ აწვება ნაწლავებს და შეკრულობა შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად ის რომ მეზობელი ორგანო არის შარდის ბუშტი და ხშირი შარდვა, შარდვის დროს წვა და ასე შემდეგ მივიღოთ და რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს ყველაზე ესეთი გართულება არის სისხლდენები, რომელიც ანუ ღრუში შეიძლება ასებულმა კვანძმა გამოიწვიოს და თუ არ მივაქცევთ ყურადღებას და ასე რომ ვთქვათ, არ ვიმკურნალებთ, სავალალო შედეგებიც კი მივიდეს. რა სწორედ ქალის გარდასასქესო ორგანოების ანთებაზე და რამდენად არის საშიში და რამდენად არის ხშირი? ქალის გარდასასქესო ორგანოების ანთება, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირია და მოითხოვს შესაბამის მკურნალობას, ვინაიდან ახასიათებს შეშუპება, სიწითლე, გამონადენი მოთეთრო ფერის, ასე რომ ვთქვათ, სუნიანიც კი შეიძლება იყოს, ეს უკვე შორს ეს უფრო ხაჭოსებრი არის თუ? რა თქმა უნდა, ხაჭოსებრი, სხვადასხვა შეფერილობის შეიძლება იყოს, შეიძლება ხაჭოსებრი იყოს, შეიძლება მოყვითალო, ასე რომ ვთქვათ, მონაცისფრო იყოს და ნუ ეს იქიდან გამომდინარე თუ რომელი ბაქტერიით და რომელ გამოწვევ მიკრობთან გვაქვს საქმე. შესაბამისად უჭირდება დიდი ყურადღება, მკურნალობა, ვინაიდან ასეთი შემთხვევები შეიძლება უფრო გართულდეს, ასე ვთქვათ, გადავიდეს საშვილოსნოზე, ეს უკვე მოიხსენებათ შიგნითა სასქესო ორგანოებიან და შესაბამისად საშვილოსნო და მილებზე, საკვერცხეებზე და მე ცუდი რა შეიძლება რომ გამოიწვიოს ამ ურშვილობა თუ სხვა? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ანთებების ფონზე და ასე რომ ვთქვათ, ჩირქოვანმა პროცესებმა შეიძლება ვითარდება პროცესების დროს ვითარდება ანთებითი ინფილტრაციის ჩამოყალიბება და შესაბამისად ანთების ფონზე შემაერთებელი ქსოვილის გამრავლება
რომელიც შეიძლება განვითარდეს საშუალო მილში სანათური გახდეს განუვალი, ასე რომ ვთქვათ, კვერცხუჟედი ვეღარ გაატაროს და დადგეს უშვილობა. ამიტომ დროულად ჩარევა, დროულად მკურნალობა. შესაბამისად, აუცილებელია მკურნალობა, ვინაიდან თავიდან აცილებული იქნას ასეთი გართულებები. დიდი მადლობა ბატონო ილია მობრძანებისათვის. ეს იყო გადაცემა ჯანმრთელობის ფორმა. მე შემდეგ კვირამდე გემშვიდობებით ნახვამდის.